მოდი ვისაუბროთ პოტენციურ ენერგიაზე. პოტენციური ენერგია არის ობიექტში დაგროვილი ენერგია და ეს ენერგია დაკავშირებულია ობიექტის პოტენციალთან, ანუ მომავალ შესაძლებლობასთან, რომ მას ჰქონდეს სხვა ტიპის ენერგია. მაგალითად, კინეტიკური ენერგია მოძრაობისთვის, რომელიც სწორედ ამ პოტენციური ენერგიიდან გარდაიქმნება. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პოტენციური ენერგიის მრავალი სხვადასხვა ტიპი არსებობს, როგორც ვთქვი, რამდენიმე კონკრეტული არის ძალიან გავრცელებული და მოდი ვისაუბროთ მათზე. გრავიტაციული პოტენციური ენერგია არის პოტენციური ენერგია, რომელიც მასის მქონე ობიექტს გააჩნია სხვა მასის მქონე ობიექტის, მაგალითად დედამიწის გრავიტაციული ძალის გამო. ხშირად ვიყენებთ დედამიწის ზედაპირს, რათა განვსაზღვროთ ობიექტის მდებარეობა და ვნახოთ, რამდენი პოტენციური ენერგია აქვს მას დედამიწის გრავიტაციულ ველში. გრავიტაცია არის მიზიდულობის ძალა. ამიტომ მასის მქონე ობიექტებს სურთ დედამიწის ზედაპირისკენ მოძრაობა. თუ ჩვენ მათ უფრო შორს გადავაადგილებთ, ანუ გრავიტაციული ძალის საპირისპირო მიმართულებით, ჩვენ ვზრდით მათ გრავიტაციულ პოტენციურ ენერგიას. და რა თქმა უნდა, როცა უახლოვდება, ხდება საპირისპირო, ანუ მცირდება პოტენციური ენერგია. როცა ობიექტი დედამიწის ზედაპირზეა, მაშინ ვამბობთ, რომ მას პოტენციური ენერგია არ აქვს. ისევ ეს იმიტომ, რომ დედამიწის ზედაპირს ვიღებთ ხოლმე ერთგვარ ნულად, ანუ ხშირად პოტენციურ ენერგიას ავითვლით აქედან. მოდი განვიხილოთ წიგნი თაროზე. თუ წიგნია ამ თაროზე, ჩვენ შეგვიძლია ეს თარო გამოვიყენოთ პოტენციური ენერგიის ნულოვან წერტილად. ანუ მისი უფრო მაღალ თაროზე გადატანა ნიშნავს, რომ მას ექნება გრავიტაციული პოტენციური ენერგია ქვედა თაროს მიმართ. ან იატაკის მიმართ შეგვიძლია შევადაროთ იატაკს. შემდეგი არის ელასტიური პოტენციური ენერგია, რომელსაც ასევე უწოდებენ დრეკადობის პოტენციურ ენერგიას. ეს არის პოტენციური ენერგია, რომელიც ზოგიერთ ობიექტს უჩნდება ფორმის შეცვლის გამო. ამ ტიპის ობიექტებს ეწოდება ელასტიური ობიექტები და ისინი დამზადებულია ისეთი მასალებისგან და იმგვარად არის შექმნილი, რომ მათ აქვთ შინაგანი ძალები და ეს შინაგანი ძალები ეწინააღმდეგებიან დეფორმაციას. ცდილობენ, რომ ნივთი დააბრუნონ პირვანდელ ფორმაში. ამისი ძალიან მარტივი და გავრცელებული მაგალითი არის ზამბარა. ზამბარას როცა გავჭიმავთ, ან პირიქით შევკუმშავთ, ვცვლით მის ფორმას. და ეს ცვლილება იწვევს შინაგან ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დეფორმაციას და ცდილობენ, რომ ზამბარა დაუბრუნონ პირვანდელ ფორმას. ახლა კი ვისაუბროთ ელექტრულ პოტენციურ ენერგიაზე. ეს არის პოტენციური ენერგია, რომელიც დამუხტულ ობიექტს გააჩნია სხვა დამუხტული ობიექტის მასზე ზემოქმედების გამო. სხვა დამუხტული ობიექტი ქმნის ელექტრულ ველს და ეს ველი მოქმედებს რაღაც ძალით პირველ დამუხტულ ობიექტზე. ან ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მეორე მუხტი განიზიდავს ან მიიზიდავს პირველ მუხტს, გააჩნია ნიშნები ერთნაირი აქვთ თუ სხვადასხვა. და აქაც პოტენციური ენერგია იზრდება, როდესაც მუხტები ელექტრული ძალის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. ვთქვათ, როდესაც ორი უარყოფითი მუხტი უახლოვდება ერთმანეთს. ანალოგიურად, მაგნიტური პოტენციური ენერგია არის პოტენციური ენერგია, რომელიც მაგნიტურ ობიექტს გააჩნია სხვა მაგნიტის მასზე ზემოქმედების გამო. მაგნიტური ძალები იწვევენ მსგავსი პოლუსების ერთმანეთისგან განზიდვას და საპირისპირო პოლუსების მიზიდვას. და რადგან მაგნიტებს აქვთ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები, პოტენციური ენერგია დამოკიდებულია არა მხოლოდ ველში მდებარეობაზე, არამედ მაგნიტის ორიენტაციაზეც. და აქაც თუ ეს მაგნიტები ვამოძრავეთ ამ ძალის საპირისპირო მიმართულებით, ანუ მათ შორის მიზიდულობის ან განზიდულობის ძალის, მაშინ გაიზრდება მათ შორის პოტენციური ენერგია. ყველა ეს ენერგიის ტიპი სხვადასხვა ძალის გამო წარმოიქმნება და გამოითვლება სხვადასხვა განტოლებით, რომლებსაც ახლა აქ არ გავარჩევთ. მაგრამ ყველა მათგანი არის პოტენციური ენერგია. და ესეც ახლა რაც ჩამოვთვალეთ, არის უბრალოდ ყველაზე გავრცელებული ტიპის პოტენციური ენერგიები, რაც ხშირად შეგხვდება, მაგრამ რეალურად არსებობს გაცილებით მეტი ტიპის. მოკლედ რომ ვთქვათ, პოტენციური ენერგია არის ობიექტში დაგროვილი ენერგია, რომელიც განპირობებულია მისი მდებარეობით, მისი თვისებებით და მასზე მოქმედი ძალებით. პოტენციური ენერგია იზომება რაიმე შედარებით მდებარეობასთან ან ფორმასთან მიმართებით. ანუ საიდანღაც უნდა ავითვალოთ და ამას ვირჩევთ ჩვენ. და ვთქვით, რომ არსებობს პოტენციური ენერგიის მრავალი ფორმა და მათ შორის ძალიან გავრცელებულებია გრავიტაციული, ელასტიური, იგივე დრეკადობის, მაგნიტური და ელექტრული.